გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტს ნიკუშა და როგორც ხედავთ, ვიმყოფები ვაკის პარკში. ეს არის ადგილი, რომელიც არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის მოგონებებთან და ძალიან მინდოდა ჩემი ცხოვრების უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი ადამიანი და სხვათა შორის უმნიშვნელოვანესი რესპონდენტიც ჩამეწერა სწორედ ვაკის პარკში. ერთხელ მახსოვს დავწერე სოციალურ ქსელში, რომ მარტო დედა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შიშველი ხელებით შექმნას 64 დედა უკვე აქ არის, მარინა აფციაური, რომელსაც სულ მალე შევხვდებით ის სკამთან არის ახლოს, იმიტომ რომ ვერ იტანს ზოგადად სიცხეს. ვიდრე მიუახლოვდებით დედას, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაგვასაბსკრაიბეთ და იაქტიურეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები, დაგვიტოვეთ თქვენი შეფასებები და უკავშირი აუცილებლად შედგება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ ვისაუბრებთ ყველაფერზე, თემა არ შემითანხმებია, სხვათა შორის პირველი რაც მითხრა იყო რომ არ გაგიფუჭო პოდკასტი და ძალიან გამეცინა უთხარი რომ დედა რამ უნდა გამიფუჭო მთელი ცხოვრება რაც გამაჩნია და როგორიც ვარ და რაც ვარ და რანაირადაც ვარ მისი დამსახურებაა და მე და ჩემი დღეს ისეთი ოჯახური კოლაბორაცია მოკლედ იცით რომ ჩემი ძმა ლაშაკაცია იღებს ამ პოდკასტებს რომელსაც ახლა კამერა უჭირავს და ვერ გამოჩნდება ისე ლაშა როგორ უნდა გადავიღო არ ვიცი ეგერძებ ადამიანს ჩემთვის არის რამდენიმე ესეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი მისი ფრაზა, მაგალითად ის რომ ჩემი შვილი გარეთ არის, მაგრამ დანარჩენები შიგნით დამრჩნენ და პირველი კითხვა სხვათა შორის როცა ვუთხარი რომ პოდკასტში უნდა გადაგიღო მეთქი, შემდეგი რესპონდენტი უნდა იყო თქო, მითხრა რომ არ გაგიფუჭო. ხო და მე ვფიქრობ რომ ვერაფერს გააფუჭებს, იმიტომ რომ მეც ჩემ ძმასაც რომელიც იღებს ამ პოდკასტს ლაშაკაციას, რაც გაგვაჩნია, ყველაფერი გაგვაჩნია დედაჩემის დამსახურებით, რომელიც უკვე აქ არის და პრინციპში მიკროფონი უკვე დავუმაგრე წინასწარ, მაინც ჩავეხუტები ამ ფუფუნებას 9 თვე ვიყავი მოკლებული და აი ვეუბნებოდი ახლა მაყურებელს რომ პირველი კითხვა მეთქი დამისვა პოდკასტზე მეთქი რომ არ გაგიფუჭო და მე ვფიქრობ რომ ვერაფერს ვერ გააფუჭებ, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო. ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს, გამართლდა თუ არა, ანუ უფრო კარგი დედა ხარ თუ უფრო კარგი შვილები ვართ. ნუ ამ შემთხვევაში აღარა დავმალოთ. ამ შემთხვევაში ხო ვერ ჩემ თავზე ვერ შევაქებ და თქვენთანაც შეიძლება ანუ გარეთ ვარ და ახლა დაუბრუნდე ისე იმას რომ ესა უნდა მაკრიტიკო. ხო. ხო გეუბნებოდი და სხვათა შორის მე მგონი არ მახსოვს როდის იყო როგორც კი გავთავისუფლდით ყველვიდან პირველივე ეთერში ვთქვი რომ ანუ არ არსებობდა თქო ეგეთი რაღაც რომ დედაჩემ შევეკეთო და მაინც აი გისოსებმა გადაწყვიტა. ესე იგი, ამბავი გვაქვს ესეთი, თუ რამეზე საუბარი არ მოგინდება, პირდაპირ მეუბნები რომ არ გინდა ამაზე საუბარი და მოკლედ დირექტორი არ ყავს, ჩვენ ვართ დირექტორებიც, რედაქტორებიც და მოკლედ ყველა და ყველაფერი. მე მინდა რომ აი ყველა რაღაცაერთი ის ხო გაუმარჯოს თავისუფლებას და იმედია რომ ისეთ თავისუფლება გვექნება როგორიც გვინდა. იცი რა მინდა? ანუ ამ თემაზე შენ არ გისაუბრია არასდროს იყო სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ ყველა მიცის რომ აი მე ოღონდ მომწონს ეს ცოტა ეგოისტი ვარ მაგ საკითხში, როცა ამბობენ რომ ესეთი მაგარი დედა ყავთ და ცოტა ბრაზდები ხოლმე და ვეუბნები რომ ვიცი კაცო, ვიცი, თქვენზე კარგად ვიცი რომ ძალიან მაგარი დედა მყავს და ну რა თქმა უნდა ეს ნახევრადმრობით არ იფიქრან იმ ადამიანებმა რომ არ გუფასებ იმას რომ გაფასებენ, მაგრამ ყველა მიცის რომ გაგზარდე მარტომ. კი. ისიც მე მგონი სადღაც ნათქვამი გაქვს რომ ნიკაო სულ მეუბნებოდა რომ გათხოვდი, რატო არ გათხოვდი? ან შვილი ეკითხება დედას. ნუ ალბათ არ მინდოდა, ძალიან დავიწვი. აი რაღაც პერიოდი იყო ისეთი, როცა ნუ ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ბუნებით ერთგული ხარ და მე ვფიქრობ რომ ერთგულებაში ძალიან გავართ მეც და ლაშაც. ხო და აი იმ პერიოდის მერე, როცა ნერვიულობდი, დაგწყდა თუ არა გული იმაზე, რომ ნერვიულობაში პრინციპში ცოტა მეტი დრო დაკარგე. კი. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ რომ არ ღირდა. დღევანდელი გადასახედიდან ასე ველაპარაკები. დღევანდელი გადასახედიდან იმასაც ხვდები რომ ეს დიდხანს გაგრძელდა. შენ ნერვიულობა. ჩემი ნერვიულობა, ნუ ეხლა 4-5 წელი კი იყო თუ არ ვწდები. მარაზმი. კი, ნამდვილად ვფიქრობ. იცი რატო გეკითხები, იმიტომ რომ ქალები მაინც და მაინც კომფორტულ დღესაც ეს რეალობაა, როცა მე ვთვლი და ჩემი აზრია რომ
რთულია ქალისთვის ერთი რომ ეს მარტო ხელა დედა იყოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი მერე და მერე შემოვიდა რომ უფრო ხშირად ვხედავთ მამებს შვილებთან ერთად და ეს კარგი ტენდენცია. ძალიან მიხარია. კი, მეც მომწონს ძალიან. ძალიან ასეინებენ, ვიყვებიან, უხდებიან, მიყავთ ხო უვლიან და ასე შემდეგ და მეც გონია რომ თანაბრად უნდა იყოს. აბანავებენ პამპერს უცვლიან რა. იცი რა მითხარი, ყველაზე დიდი შიში რომელიც ქონდა მაშინ, როცა ასე ქვია, ხო, ოჯახი დაგენგრა. შენგან დამოუკიდებლად. ჩემგან დამოუკიდებლად. ხო, შიში ხა თქვენ უფროსები მოზრდილები იყავით, ლაშა იყო პატარა. ნუ შიში ყოველთვის არის, რას ვიზამ, როგორ ვიზამ. მაგრამ აქაც ის მომენტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, მაშინ ვერ უცნობდი, იმიტომ რომ შენ დედას უყურებდი 24 საათი გლოვიარეს, მოდი ასე ვთქვათ. ნუ ასე იყო. და შენ ეს ოჯახის სიმძიმე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს მახამაჩუკა. ხო, კარგია. თან ინიავებს და თან თემატურია და ამ თემას შევეხებით აუცილებლად. ხო და რას ვამბობ? აი შიშზე ხო, შიშზე ვაპარებ. შიშზე ვამბობდი, რომ შიში მაინც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მარტო ხარ. ბიჭების დედა ხარ. ნუ პერიოდი ახლა თითქოს ის 90-იანები გავიარეთ, მაგრამ მაინც რთულია. რაღაცა არ გამომეპაროს, რაღაცა არ შემეშალოს. ანუ უფრო მეტად ჩვენ დაუშვათ სახლის კარს გარეთ რა ხდებოდა? აი თან მაშინ ტელეფონი არ იყო, ინტერნეტი არ იყო. ინტერნეტი არ იყო და აი დაურეკა დაბასადახარ იქახარ ახლა იმ მობილურმაც ის მოიტანა, რომ ეტყვის იქავარ და აბსოლუტურად სხვაგან არის, მაგრამ თქვენ რა ვიცი, არ დაგჭირებიათ ახლა მაინც რომ ვიცენეთ ყვილების ლაპარაკი. ცელქობები კი შენ კი ამბობ, რომ ისეთი იყო უნიკალო რაღაცნაირი, მაგრამ მე მგონი მაინც ესე შვილებზე სათითაოდ რო არ ვილაპარაკოთ ახლა ჩემზე, მერელაშაზე და ასე შემდეგ. მაინც ცელქები უფრო ვიყავით თუ ესეთი დამყოლი, ესეთი რო თქვა რომ ჯიუტი ბავშვები იყავით, არა. რო გეტყოდით, მე არ ვიცი, მგონი ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში მოვყევი თუ მინდოდა მომეყოლა და ვერ მოვყევი თუ დამავიწყდა. მახსოვს, აი ერთხელ მკითხე, დედა რა არის კანონი, არ ვიცი, ხე პატარა იყავი და არ ვიცი, ხო შენ მახსოვრობაში ეს რამდენად დაილეკა. და მკითხე რა არის კანონი, ნუ ეხლა ტელევიზორს უყურებდი, გაიგონე რა არის კანონი. ახლა მე ხო უნდა აგიხსნა იმ ბავშვურ ენაზე შენამდე მოვიტანო და აი გეუბნები და აი მე შე რომ რაღაცას გეუბნები. აი ვთქვათ ეს არ უნდა გააკეთო, ან ესე არ შეიძლება მოიქცე. ანუ იმ თავითვე დაგვიმორჩილე, ხო? არა, მისმინე ახლა რას მეუბნები. ხო, მაგრამ შენ იქ მოისმინე რომ ის იბეჭდება, მე იმას ბეჭედი უნდა დაარტყას, ნუ იქ ვიღაცამ, ნუ მოკლედ, რაღაცა ინსტანციები გაიაროს, ხო? და უცებ მომიბრუნდი და მეუბნები. აი მე რასაც გეუბნები, ისე გამოდის მეთქი. ეს არის შენთვის კანონი, მაგრამ აი ის დეიდები და ბიძიები, ვინც თავში შედან, ისინი ქვეყნის მასშტაბის რომ მთელი საზოგადოება სიტყვა არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყავით. აი ხალხი რომ დაემორჩილოს, ვინც აქ ცხოვრობთ. აი ისინი უკვე ყველას გვიწესებენ მეთქი და ჩვენ იმ კანონს უნდა დავემორჩილოთ. ხო, კაი, მაგრამ აი შენ რო კანონს მიწესე, სად არის დოკუმენტი, სად არის ბეჭედი? ანუ სად არის დოკუმენტი? ანუ მოვითხოვე ეს. ანუ ეს სიტყვა გამოიყენე, გაიგე, დოკუმენტი სად არის? აკავების დროსაც ვითხოვდი რაღაცას კანონიერად, მაგრამ გააკეთეს. ხო და სად არის ბეჭედიო? აი მანდ აი ახლა მე ვთხარი ნიკა გითხარი. ისე არ გიფიქრე არასდროს რომ აი ყოლო ან უпроსორად რადგან არ ყავდა, ესე იგი იფიქრე და მიიღე გადაწყვეტილება. ანუ აი ვინმე ყოლოდა დამხმარე, ყოლოდა ძიძა გარდა იმისა რომ დაუშვათ იქ ბებიებთან წამოგვიყვანდი, მაინც დამოუკიდებლად გზრდიდი და დამოუკიდებლად გზდიდი და მამა თქვენი სახში რო იყო, მე ვიყავი, კი გახსოვს ეგ ახლა გამწევი ძალა, მაგრამ მე როცა ეს მოხდა და მე ვიტყვი ხოლმე არაადეკვატურობა იყო ის 4 წელი გლოვა რა უბედურებაა. ხო, მაგაზე მე მაქვს კიდევ ერთი კითხვა, ოღონდ მანამდე იცი რაზე მინდა პასუხო, რომ ისევ აი იმ ძლიერმა და შეუპოვარმა მარინამ გაიმარჯვა იმ შიშზე, რომელიც ბავშვებთან მარტო აუცილებლად ეს ალბათ ჩემი ხასიათი იყო, იმიტომ რომ ისე რომ თქვა მამა ჩემი აპროტესტებდა ჩემ ამ ხასიათს რა, აი ძალიან ისეთი
და სულ როის შენ ვაშკაცი გოგო გეზდება, ანუ ვაშკაცი რას ნიშნავს? მეც ვაპროტესტებ. ნუ ძლიერი კიდე სხვა არის და ვაშკაცი გოგო გეზდება რას ნიშნავს? ვაპროტესტებდი მაგას ხოლმე. მამა აპროტესტებდა ჩემ ხასიათს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხასიათი მქონდა, ანუ არ დავთმობდი. შენ გავხარ ლაშაც, აი თუ მართალი ხარ და ართმობ, აი მან ვარ რა. თუ მართალი ხარ, არ უნდა გაიჩინო. ისე ადრე რაღაც პერიოდი მე მახსოვს იყო ეპიზოდები ჩემ ცხოვრებაში, რომ აი გეუბნებოდი რომ ვიცი რომ მართალი ვარ და შენ მაინც მიმითითებდი რომ რაღაცნაირად აი ცოტა უფრო დამთმობი იყავი. ხო, მიგითითებდი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მართლა ძალიან ისეთი ჯამში აღმოჩნდი რომ ძლიერი ქალი ვარ. ხო და აი მეც ვამბობ რომ საბოლოო ჯამში რაშიც თითქოს აი მაკრიტიკებდი და ჩვენ ეს კამათი ჩვენი ოჯახისთვის უცხო არ არის. მე მაინც მგონია რომ აი ხასიათით აი ამ უსამართლობასთან მარტო და პირისპირ დარჩენილს. სხვაობას გეტყვი. აბა მიდი. სხვაობას გეტყვი, შენ ხისტი ხარ. შენ მიდიხარ ნაჯახივით. აი სიმართლე არ გაინტერესებს დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, არავინ. მე ამაში კი არ გამტყუნებ. მაგრამ ნუ ახლა ფთები ამომდის რომ იცოდეთ. ხო, მაგრამ აქვე გეტყვი რომ ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმას და ზოგჯერ თქმითაც შავდების ხო მე ეს ხო მე არ დავწერე. ნუ ეგ ახლა შენი ოცნება რომ რა კარგია რომ ტელევიზორშია და როცა მინდა ჩავთავდა რომ სამინდა გამოვთავო არ გამოდის ეგრე ხო? ხო, იმიტომ რომ ერთ წამში შეიძლება 100 კითხვა დაგესვა. წამში გელაპარაკები. ისე რომ ის მავიწყდებოდა თავში რას მეკითხები, მე ვერც ვასწრებდი პასუხის გაცემას. სანამ გეტყოდი, მგონი პასუხობდი კიდევაც აგრძელებდი შემდეგ კითხვას. იცი რა მითხარი, აი იმ რამდენიმე წუთის წინ გავუსვი ხაზი რომ რაღაცნაირი რეალობა, ანუ მაინც ბოლომდე აი ეს არ არის ყოველ შემთხვევაში ისე ვირღვევა, მოდი ესეთ ფორმულებით ვიტყვი. თანასწორუფლებიანი ჩემთვის არის ქალიც და კაციც, მაგრამ მე ვამბობ რომ აი მაინც ბევრი ქალი იჩაგრება, ბევრი არის აი ბულინგის მოკლედ კი სამწუხარო. აი იმ გამოცდილებით რომელიც შენ დააგროვე და რა თქმა უნდა ბევრს თუ რამის თქმა გინდა ისაც დაამატებ, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ну მაინც რადგან არ ლაპარაკობ, მე მგონი ხო ჯერ ვურჩიოთ აი იმ ადამიანებს, რომლებიც აი არ ვიცი, არიან ისე ზღვარზე, რომ აი რაღაცნაირად ჯობია გაეცალოს, დასვას წერტილი და დაასრულოს ეს რაღაცა ერთი კონკრეტული ოჯახის ისტორია. ანუ აი ისეთ ქალებისთვის, რომლებიც ეჭიდავებიან აი ამ პრობლემას, რომ აი მე არ თქვან რამე ქალზე, იმიტომ რომ ქალია მე შეიძლება ვიღაცამ აი ესა თითი გაიშვიოს. არა, მე ეგ არ მქონია, ამიტომ არც ვიცი ამ შემთხვევაში ეხლა დრო ეხლა 21 საუკუნეში ხდება, რომ იმის შემეშინდეს ვინ რას იტყვის შემდეგ. შენ რო არ გეშინია ეს კარგია და ძლიერი რო ხარ და ხო და ახალგაზრდებს მithumetes. ანუ არ შეგეშინდეთ არა. არავითარ შემთხვევაში ეხლა ისე მე სულ გეუბნებოდი რომ რატომ არ დაასწარი თქო, რომ აი რაღაცნაირად იყო პირადად შენთვის და მე ამას თამამად ვაპარაკობ, რაღაც პერიოდი იყო რომ სხვათა შორის მაჩუმებდა დედაჩემი და სულ მეუბნებოდა რომ ნუ არ თქვა და მაინც მამა და ისე როგორ მოახერხე რომ აი ამ ყველანაირი ლანძღვის, თათვის და ყველაფრის გარეშე რომ აი პირიქით მოხდა ხო, გახსოვს გითხარი რომ ჩვენ უკვე დიდები ვართ და თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას და უშუალოდ მივიდეთ ნახოთ მამა თუ არ ნახოთ, იმიტომ რომ ნუ რამდენიმე მცდელობა იყო და იქიდან იყო, იმიტომ რომ შენ პასუხი არ ყოფილა. იმიტომ შენ ლაშაც მათ შორის მithumetes რომ ლაშა ახლა ძალიან პატარა იყო, მაგრამ შენ მაშინაც ეხლაც რამდენჯერ გითქვამს რომ მაღიზიანებს მაინც მამა. იმის შემდეგ მე აღარ მქონია მცდელობა, მიუხედავად იმისა რომ თითქოს მე მბრალდებოდა რომ თქვენ მამასთან ხიდი ჩატეხეთ. და მე მაინც აი რაღაცას ვცდილობდი, მინდოდა ლაშასთან რომ დავეხმარე და აღვადგენინე ურთიერთობა შეინარჩუნა. ხო, და მე მაინც აი ამას რომ ჩვენ დაუშვათ ნეგატიურ კონტექსტში კი არა, აი რაღაცნაირად ისევ ცხოვრობთ რა. გადავლახეთ ეს ბარიერები შენთან ერთად, რა თქმა უნდა, და მე მგონია რომ სამივემ ერთად, იმიტომ რომ ბევრი სირთულე გამოვიარეთ და ახლაც ძალიან ბევრი ბარიერია. მაინც მგონია რომ შენი დამსახურება ის რომ ყოველ შემთხვევაში რეალობას თვალს უსწორებთ და ის მომენტი არ გვაქვს, რომ აი სადაც საშუალება მოგვეცემა გავლანძღოთ და ესაც სწორად. არავითარ შემთხვევაში, ეხლა რაღა აზრი აქვს. ხო, აზრიც არ აქვს და 23 წლის ოჯახი დაინგრა და 22 წელი გავიდა. ნუ აი ისე მე გახსოვს გეუბნებოდი რომ შენ რატო არ დაანგრიე თქო, რატო არ დაასწარი თქო, იმიტომ რომ ღალაძე იყო საუბარი და ხა ეს თუ გინდა თქვი თუ გინდა არ თქვა, მაგრამ აი არაფერი არ მაქვს დასამალე. არ ხდება გული იმაზე რომ შენ არ დასვი წერტილი და მაინც აი არ ვიცი, სამი არა 1000 შანსი მეც მე მგონი. კი, წყდება.
იმიტომ რომ მაგრამ საქმე იმაშია რომ მენანებოდა კიდევაც ახლა 23 წლის ოჯახი რაღაცნაირად მენანებოდა გიყურებდით თქვენ მაგრამ თქვენ ახლა აი მაგალითად ისე თუ მიდგება აი იმას შეიძლება 100 თქვა და ერთი არ გაგეთვალისწინებინა და მე ერთი მეთქვა. ხო და აი კანონზე რო წაღანი ხსენებდი, მან მინდოდა თქვა რომ აი შენი ეს გამოხედვაც ჩვენთვის უკვე კანონიც იყო ჩარჩოც აკრძალოს ყველაფერი. რო ვამბობ რო ყვირილი მე ჩემს შვილებთან ყვირილი არ მჭირდება გეხსომება ახლა ლაშას არა. შენ გეხსომება მამა ჩემი როგორ მეჭხუბებოდა. რა არის ვის და იმზე ასე რომ გამოგხედავდი და რო ჩერდებოდით ნუ ისედაც არიყავით ახლა რო ვთქვა რომ ხმაურიანი ბავშვები ანუ იცოდით სად როგორ მოგწეულიყავით. იცი რა მაინც ის თემაც რო ამოვწუროთ აი ამბობთ რომ ეგ არ მქონიაო ვინ რა სიტყვადაო ჩემზეო. არა. მაგრამ აი მაშინ ხო იყო ისეთ სტერეოტიპი რომ რაღაცნაირად აი ეს ოჯახები ფასადურად ანუ სხვის დასანახად იყო თითქოს ოჯახი მაგრამ ხო ვერ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას აი რაღაც მხრივ ამის მსხვერპლიც ხომ არიყავი. იცი რატო გეტყვი მე სულ ვამბობ რომ არ ვიცი აი განსაკუთრებით ტყვეობის მერე რაც უკანონო ვიყავი ჩაგდებული იმ რაღაცა საკანში მე სულ ვამბობ და ხას უსვამ რომ ანუ მარინას დამოკიდებულებაც შეიცვალა თქო ბევრი რაღაც ნუ მანამდეც ოღონდ მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც მარტო მაშინ მაგრამ აი რაღაც თუნდაც მაგალითად ჩემს შემთხვევაში არ ვიცი იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ნაცნობები თანამშრომლები ანუ ყველა გაიცანი და დაუშვათ მიხვდი მათი დამოკიდებულება ჩემდამი როგორია თუ იყო ესეც შიში რომ იცი რატო მე მახსოვს რომ ერთ-ერთ შესავალში ვთქვი ერთ-ერთ სერიაში ამ პოდკასტს როცა ვიწყებდი რომ დედა ჩემი მეთქი მეუბნებოდა რომ აი ხმამაღლა არ გაიცინო რაღაც ანუ აი ცოტა ემოციის გამოხატვაზე სულ მეუბნებოდი რომ აი რომ ვერ გაიგონ ხო და ეს რომ ვერ გაიგონ ახლა ოღონდ ეს რო გადმოვიტანოთ ამ პირად შენს ისტორიაზე რომელიც ძიმე სიყვარულის ისტორია აღმოჩნდა კი მაგრამ სამწუხაროდ ტკბილი ლუქმები შენთან არიან კი ნამდვილად ჩემთან ხო და აი იყო აი ეს მიდგომები არ ვიცი ჩარჩო არ ვიცი აი ეს რაღაცა საზოგადოების აზრი რომელიც მაშინ იყო აი ესეთი იყო მაგრამ მე ხომ ხონდა ეგ პერიოდი გავიარე მაგრამ მე რო ვთქვა ჩემ შემთხვევაში მე იმიტომ ვერ ვანგრევდი ოჯახს რომ ეშინოდა ვინ რა სიტყოდა არა ეგ არ მქონია თორე ახლა რანაირად თქვა რომ ეხლა იმ პერიოდში კომუნისტების იმ პერიოდში დავიბადე და გავიზარდე ცხელა თან ჭრდილში ხო აი როგორ ვთქვა რომ ჩემზე არ მოქმედებდა რა თქმა უნდა მოქმედებდა არც ახლა არ მაინტერესებს მთავარია საერთოდ ყოველთვის მაგას ვამბობ მთავარია შენ თავთან იყო მართალი ხო საკუთარ თავთან იყო მართალი აი ვიღაცა რა ვინც გიცნობს ის მაინც გაიგებს და ვინც არ გიცნობს რაში უნდა გაინტერესებს ის შენზე რას იფიქრებს აი ძალიან აი მე პრინციპში ესეთი ხასიათი მქონდა მაგრამ ნუ რადგან შენი პორტრეტი მინდა რომ უფრო მეტად გასაგები იყოს ადამიანებისთვის რომლებმაც შეგიყვარეს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია გადაღება გვერდზეც და ვიღაცა იცნო და ეგ ამბავია მოკლედ მიკროფონი უკეთია ოღონდ და იცის რომ უკეთია თან დედა აი როგორც ქალისთვის რადგან უკვე ხაზი გაუსვით და ეს შეფასება მივეცით რომ ძიმე იყო სიყვარულის ისტორია აი ძალიან შეცვლილია ცხოვრება ხო მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო ახლა სხვანაირი აი არ ვიცი რა სხვაობას ნახულობ ან რა საერთოს ან რა არის მნიშვნელოვანი დღესაც რაც მაშინაც მნიშვნელოვანი იყო როგორც ქალისთვის მე მაინც ვფიქრობ რომ იცი რატო შენ ხარ ქალი რომელმაც რეალურად უარი თქვი კარიერაზე მიუძღვენი თავიდან ბოლომდე მე მგონი ესაჯობია რომ წავიდეთ ხო იქით უფრო სიმშვიდეა მიუძღვენი თავიდან ბოლომდე საკუთარი თავი ოჯახს და ნუ ვთქვათ ჩვენ ხო არაფერს არ ვალავთ და არაფერი არ გვაქვს დასამალი მე ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია შენთვის და მithქვამს რომ აი დედა ცოტა უფრო მეტი დრო დაუთმე საკუთარ თავს ჩხუბობდი აპროტესტებდი ხოლმე მაგრამ ხო და აი რაღაცნაირად ეს პარალელები მაშინდელ საქართველოსა და ახლანდელს შორის ნუ იცი რა არის მე არ უნდა უფრო მე ასე მოვიქეცი ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს მაშინ მომავალ დედებს მოუწოდებ და ვინც ახალგაზრდა დედა მოდი ასე ჩამოვყალიბდეთ საკუთარი თავიც არ უნდა დაივიწყონ. აი ესე ვიტყოდ, თორე მე არ ვნანობ. ნამდვილად აბსოლუტურად არაფერს არ ვნანობ. არც იმას რომ ოჯახი დაინგრა, აი ეს 4 წელი რომ არაადეკვატური ვიყავი და ვხსნი ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვეშ ვისროდი და ან ვინმეს ვერ ჩოდი, მაგრამ ფაქტი ხო იყო, ფაქტი რომ 4-5 წელიწადი 24 საათი ვტიროდი. ნუ აი რატო ადამიანებო სადაც არის აუცილებლად უნდა გაეცალო. მე პრინციპში არაფერი მჭირდა, მაგრამ
ის რო წავიდა ნუ წავიდა არ უნდა ყოფილიყო არ უნდა ყოფილიყო არც თქვენი ღირსი არ არის მაგრამ აქაც იყო მაგრამ იყო ზენონი იყო ნელი იყო გერონტი აი რანაირად თქვა ბებია ბაბუა ბიძა ხო და მარტო სხვები რო არა თქვა ზენონი აი კიდე აი მას რო უყურებდი საერთოდ ამათ ესეთი შვილი მეთქი როგორ გამოვიდათ მაგრამ იმათ ხო არ უნდათ იქნებ თვითონაც არ უნდათ რა ვიცი არ უნდათ თვითონაც ასე რომ გამოსულიყო მაგრამ ასე გამო იქნებ მართლა შეუყვარდა კარგი არის რამე იმ ბევრ თემაზე გვილაპარაკია ჩვენ და ამ თემას არც გავურბივართ და არც არის ახლა თავარი არ არის აი რაღაც დამოუკიდებლობის მხრივ მე მგონი ბევრი მოგცვა და ამიტომ ვამბობ რომ არის რაიმე აი რაც არ ვიცი გულში ხინჯად გაქვს რაც როდესმე გინდოდა გეთქვა ან არ გითქვამს იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ აი მაშინ როცა ნერვიულობდი შენ ქონდა ესეთი ფრაზა რომ რაღაც წავიდა თუ რაღაც აი საბოლოოდ წავიდა და მე მახსოვს რომ შენ თქვი რომ მე მგონი გაგიხარდათო და მე გითხარი რომ კი თქო კი მითხარი და ის რაღაც პერიოდი აი ესაც თუ არ დაგაკომპლექსებს აი ყველაფერი უბედურების შემდეგ თელზე რო დავაყენეთ ხო ხო და ნუ რამდენი ხანი 2 თვე იყო ხო ჩვენთან და შენ ოთახში არ შედიოდი სადაც ხო იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი პრინციპი ანუ მე კიდე გებრძოდი რას გია დაელაპარაკე ეკონტაქტე მე ვჩხუბობდი ხო ისე მოგწონდა რომ გეთახმობდი მაშინ არა მე არ ვსიამოვნებდა რომ შენ არ მაძალებდი იმიტომ რომ ძალიან კი არ გაძალებდი მამას ეკონტაქტე მამას ეხლა რა ვიცი შეიძლება ეს ვინმესთვის დაუჯერებელი იყო მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე ხო და თავარია ზენონის ჯეროდა თავარი არის ის რომ შენ აი ერთხელ თქვი რომ ნიკა მოწერილშიც მომწერაო რომ არასდროს ანუ ეს თავისუფლებაო დედამ გვასწავლაო და მე ანუ წამს ჯერა ასე ვფიქრობდა ასე არის შენ შეიძლება მირჩევდი მაგრამ იქ პრინციპი იყო დაუშვათ ეს ის კი არ იყო რომ შენ რომ მირჩევდი მე არ გავითვალისწინებდი მანდ იყო ის ამბავი რომ მე ხო ბევრი რაღაც მქონდა მე ხო ეს დამისვამდა ხოლმე რომ დედა არის დამნაშავე და მე ხა ამას ვებძოდი როგორც შემეძლო ეწინააღმდეგებოდი ეხლა იმას ეგაც დღევანდელი გადასახედიდან მე ასე ვფიქრობ ეხლა შეიძლება შენ ისევ შემეწინააღმდეგო როგორც ყოველთვის მაგრამ ის თავს იმართლებდა ხო აი ეგ მომენტი იყო იმას გადაწყვეტილი ქონდა და თავს იმართლებდა აგერ ამ ხელა გაგანია რეჟიმიც და სისტემაც მაგრამ ხო მაგრამ ნუ ეხლა რაც არის რა ვიცი ეხლა შეიძლება ეხლაც უნდა თქვენთან მოსვლა მაგრამ თქვენ ისე ჩაუტეხეთ ხილი რომ მოვიდეს ხო რატო ვერ ნახეთ ეს სასამართლოს ეზოში და რა ვიცი თავარ მე რას ვამბობ იცი ეხლა თქვენ არა შენ გქონდა ესეთი მაშინ რაღაც გვანიშნა და ვერ გავიგე რა პოდკასტში მოვიდესო და მოდი მე ვთქვი პოდკასტში არა ლაშა ამბობს პოდკასტში დაპატიჟეო შენ ხო ამბობ რომ მოსვლა თუ უნდა და ლაშა პირდაპირ ამბობს რომ მოვიწვიოთ პოდკასტში და გველაპარაკოსო და მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს იმასაც არ ჯერა ალბათ რომ მე თქვენ გეუნებოდით ამას რომ მამა ხო და პირდაპირ ვამბობ ეს სხვაგან არის ჭორაობა ახლა არხია რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები და ზოგადად გეგმები ძალიან დიდი მაქვს და პირდაპირ ვამბობ საქვეყნოთ რომ ეს უფრო მიკვირს რომ აი დაუშვათ რაღაც ლანძღვის რეჟიმი არ იყო და რაღაც ამხედრება თუ რა ქვია მაგას ხო ეგრეა ხო რა აი დედა რო შვილების წინააღმდეგ არ ამხედრებს ისა ხო დედა რო შვილებს მამის წინააღმდეგ არ ამხედრებს აი როგორ მოახერხა ეს რომ არ აგვამხედრა იმიტომ რომ ისედაც ამხედრებულები ვიყავით ალბათ ამიტომ მე ესე მგონია იმიტომ რომ მე გამოხრუჭებდით ხო და მადლობა გითხრას ანუ გამოგიგზავნოს მადლობა შოკოლადები და არ ვიცი ვარდები წირო იმას ვარდებს და შოკოლადებს გამიგზავნა არა ისე მადლობის ნიშნად რა მოხდა ნუ რაც იყო მაგრამ მართალი გითხრათ არც ის ამჯერა არც იმის აღარ მჯერა რომ როდისმე უყვარდი რატომღაც სამწუხაროდ არც ის ამჯერა რომ ის უყვარს ვისთანაც არის მაგრამ თუ უყვარს ღმერთმა ხელი მოუმართოს რა ვქნა შენ ხო შეგილია დიდი სიყვარული და მე ქვეყნიერება მიყვარს შენ ხო მეუნები რანაირად შეიძლება ყველა გიყვარდეს თქო კი ანუ პატივისცემა კი ბატონო მაგრამ აი სიყვარულით მე მაგალითად ხო რა ვქნა მიყვარს რატო მე ყველა არ მიყვარს ვინც არ მიყვარს იმასთან ურთიერთობას არც ვიჭერ ხო არც მოვეფერები სიტყვა მიყვარხარს როგორ ვეტყვი ადამიანს ვინც არ მიყვარს მაგას ვერ დამაბრალებ მაგრამ ის გაკ მაინც შენ შორის სხვაობა სიმართლის მაშიც ეგ არის შენ ხარ აი ძალიან ხისტი ნაჯახი აი მე ვამბობ მაგას ნაჯახივით მიდის
და მე შემიძლია ადამიანს იგივე უთხრა, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ის ნაწყენი არ დამრჩეს. კარგი, ეხლა მითხარი. და მაკრიტიკებ შენ. ეხლა მითხარი, მე ძალიან გამიხარდება მოვისმინე ის რაც მინდა რომ მოვისმინო, მაგრამ შენ თვითონ მითხარი აი იმ ძველი მარინადან რა სამოიღებდი, ანუ აი რაც მარინას რა გადაწყვეტილებებიც მიუღია, როგორც უფიქრია. ან რაღაც თვისებების დონემდე რო დავიყვანოთ. ანუ მე არ მომწონდა არასდროს ის რომ შენ იყავი სულ მაინც მე დავასწარი. აბა უყურე. აი უაზროდ და უკიდე ერთხელ მახსოვს გითხარი რომ ანუ აღარ არის ეს დათმობა მეთქი სიდებილია თქოდა სიტყვები შეარჩიე მითხარი და დედას ელაპარაკები. ხო და რა ხდება მან ანუ ყველაფერს მაინც უსწრებს დატოვებდი თუ ცოტა ჩემი სიხის წიდან აიღებდი ცოტას. არა. როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, ერთადერთი ჩემ დანაშაულად რაც მიმაჩნია და ჩემ თავს ვერ ვპატიო, ჩემი ცრემლი არ უნდა გენახათ თქვენ. ძალიან ემოციური იყო. აი მაგაზე სხვათა შორის. ერთადერთი. მაშინ რო გაიგოთ, აი აქ დავსხდეთ, მე მგონი კარგი კადრია, ცოტა მზეც გვაქვს. ხო და ეხლა როგორც არიან ხო იცი ჩართულები ფსიქოლოგები, რომ გაიგონ შენ როგორ დაგვანახე შენი ცრემლები გეტყოდნენ, ბევრ საყვედურს დარწმუნებული ვარ. ხო, მაგრამ მაშინ ალბათ არ მესმოდა ეს ემოციები ძალავდა, არა ხშირად ჩუმათაც მიტირია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ახლა მაინც ვდებოდი, ვერ ვიკავებდი თავს. ხო და ამიტომ ჩემ შეცდომა და დიდ შეცდომად მიმაჩნია ეგ. და ვფიქრობ ზოგჯერ მე აქაც ჩემ თავს ვადანაშაულებ, შენ ამაზეც მეწინააღმდეგე. მან გაგიმართლა შენც და გაგვიმართლა ჩვენც, იმიტომ რომ შენ თუ გონია რომ მაშინ აი მიდით და ისქენით და ესექენით და ცადეთ და შენ თუ გონია რომ მარტო იმ ცრემლების გამო, ანუ ცრემლებამდე მე ის ინფორმაცია გახსოვს ერთხელ ეს ფურცლები თუ ამოვქექე. რაღაცებს ხო ვინიშნავდი, სულ მქონდა რაღაც მონიშნული რაღაც ფრაზები და ანუ იმიტომ რომ მაინც და მაინც თვალცრემლიანი გნახე, აი ჩემი ეს პრინციპი რომ მე ცეცხლზე ნავთი დაგისხებ, მე უნებურად. ხო, მაგრამ მე გეუბნები რომ ეგრე არ ყოფილა. შეგნებულად არ მომხდარა. მახსოვს, კარგად არ მახსოვს ეგ, იმიტომ რომ არც მაგრამ ლაშაც გეხსოვნება რა დღეში იყო ხოლმე, სუ ეგონა რომ მე რო ვტიროდი, უნდა მომკვდარიყავი. ხო გახსოვთ? დედა კვდება, რატო ვკვდები ახლა? ტირით ვინ მომკვდარა? ძალიან საინტერესო სცენა, ოღონდ ეგ რომელი იყო არ ვიცი. მე ვქენი თუ ლაშა. აბა რაღაც ეს ლეწომტრევა ხო იყო ამ ოჯახში და ცუდია ოღონდ ეს არ გაიმეოროს არავინ არასდროს და ის ამტრევდა. ხო და მე ამბობდა მარინამ დაამტრეა. უატყდა ერთი ამბავი და ხო და რატო აბრალებდა კიდე და სხვათა შორის ერთხელ უთხარი რომ დედა თუ გაბრალებენ მეთქი რასაც გაბრალებენ ის გააკეთეთ ხო. გავტეხე, მართლა გავტეხე, არ გავხსოვ. რომელი მალავდა იმის ქვეშ მატრასის ქვეშ ჭიქებს იმიტომ რომ რაღაცა იქ შეგრძნება მახსოვს რომ იქნებ დაუმალოთ თუ რაღაცა ეს იყო ოღონდ ახლა სულ და ყოველდღიურად არა მაგრამ არა ამალიას ჭურჭელი ეწყო ჩემთან და იმის მეშინო და სხვისი ჭურჭელი ამალია რო საბერძნეთში წავიდა ჩემის მეჯვარე და მეგობარი მეგობარი ხო მე ვარ იმისი მეჯვარე ამალიასი და ეხლა იმის ჭურჭელს არ მიადგეს მეთქი ეხლა ის სახლი რო გაყიდეს ის ჭურჭელი მე კი წაიღო დედამისმა მაგრამ სანამ ჩემთან იყო შემეშინა იმის მაგას მალავდი აქვე ვთქვათ ჩვენი უსაყვარლესი დობერმანი რუმბო რომელიც სულ ჩვენკენ იყო და ჩვენკენ კი არა მე ხო სასამართლოში ხოლმე ხო რომ აი ძაღლები გზნობენ სიმართლეს და მე ვარ თან ძაღლის წელიწადში დაბადებული და არ არსებობს რომ აი ჩვენი კონტაქტი აი ესეთი ანუ შემთხვევითიც არ იყო და ძაღლებმა ზუსტად იციან ვინ არის მართალი და ვინ უნდა დაიცვან. და ეს ამბავიც ანუ რამე თუ არის სამთემიდან ამოვწუროთ და ხო, რო უკბინა ერთხელ, მაგრამ მაშინ მართლა იხუმრა, მე ხუმრა და მე ესე აი ძალიან ჰუმანური ხარ და კარგი. არა, მართლა ეგრე იყო და ძაღლი აი ესა ფეხზე უკბინა. ოღონდ მართლა მწარეთ უკბინა. ეხლა გადავიდეთ იმ ფრაზაზე, რომელიც მე თქვი შესავალ ნაწილში, ვიდრე შენამდე მოვიდოდი, რომ აი რაღაცნაირად ყველა ხაზგასმით აღნიშნავს შენს დამოკიდებულებას ზოგადად აი ამ ვითარებაში, განსაკუთრებით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახებისადმი. რომ აი ჩემი შვილი გარეთ არის, მაგრამ დანარჩენები გარეთ დამრჩა და მე კი ვიცი რომ ესეთი ხარ და უწრფელი ხარ და ალბათ მაინც იქნება ადამიანი, რომ ნუ მინიმუმ დახელფასებული მართლა ვინც ხელფასს იღებს ალბათ პროპაგანდის მხარეს, ვინც ალბათ ფიქრობს, რომ აი რაღაცას თამაშობ თუ რა ვიცი. ხო და რეალურად აი რა ემოცია გაქვს, აი ეს ყოველდღიურობა როგორია შენი ვიდრე მივალთ იქამდე, რაც უშუალოდ ჩემს დატყვევებას ეხება. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც გამიცნო ის ჩემს მაგას ვერ იტყვის და ის დახელფასებულების აზრი მე არ მაინტერესებს. მე ვიცი მე რას ვგრძნობ, გულში რას ვგრძნობ და
ის ადამიანებიც ვის გარშემო ვინც ერთად შევიკრიბე და ამ გაჭირვებამ როგორ თქვა სიმწარემ თუ განსაცდელმა გაგვაერთიანა ისინი ჩემზე მაგას არ იფიქრებენ არ არსებული ამბავია ამიტომ ჩვენ ყველა ერთად ვართ და მე სანამართლა ვთქვი და ვამბობ აი მაშინ მართლა მოკარებისაც მწვენოდა აი გადაბადრულ სახებს რო ხედავდი ზედმეტად ვერც გეკარებოდი ახლა ფიქრო მე ამას მოვიფერო ის დავიშველს გულში ვერ ჩაიკრავს ნუ აი არ ვიცი დღემდის მიჭერს დღემდის ვერ ლიკამ რო თქვა ვინ მოგვიყვა ეგ მე მგონი ვინ მოგვიყვა ნატო ისაო ვერ მოინელა შვილის გამოსვლა ვერ შეირგოთ სიხარული მართლა ვერ შევირგე სანამ ის დანარჩენები პირველი რომელი რეჟიმის ტყვის ოჯახი ან ოჯახის წევრი გაიცემა პირველად ეგ მოხდა იქ დროას ოფისში მოხდა ეგ პირველი გამარჯვება ვის უთხარი ამდენი არ გახსოვს არა იმიტომ რომ მაშინ ახლა ყველას არ ვიცნობდი და მე უკვე დავახლოვდი ნუ ახლა ელენე ერთ-ერთი სვეტარიძის დედაზე ვამბობ ელენე ერთ-ერთი პირველი რა ვიცი ახლა ლიკა ეხლა მე მაინტერესებს შენი ემოციები ოღონდ იცი რომელი მარიზი რა ემოციები ვიცი ვიდრე ეკრანზე კამერასთან მიკროფონს დაგიმაგრებდნენ თუ მოგიშვერდნენ მე ესე მახსოვს რაღაც ნუ როცა მე ღირსა და მაღირს ეს ტელევიზორი რომელიც შევიძინე მახსოვს რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს კიდევ ერთხელ პატივისცემა მათ ოჯახებს და თავისუფლება საქართველოს და იმედი მაქვს მალე ჩავწერ ბიჭებთან გოგოებთან ჩემს ეპიზოდებში მოკლედ ძალიან საინტერესო ინტერვიუები გონია რომ გველოდება და მალე მინდა რომ იყოს ეს დღე. რა მახსოვს იცი, ანუ ინტერვიუ და რაღაც მომენტში ხარ აი გაუბედურებული, ნუ ნერვიულები. მე ლაშა ჩამოვიდა ეს, რა ხო იცი, ახალი სიცოცხლე თუ რაღაც ეს აშკარად ჩანდა და მაგაზე კითხვაც არ მქონია, იმიტომ რომ მეც სხვათა შორის ანუ არც მიფიქრია იმაზე, რომ ლაშა ვერ ჩამოვიდა და ანუ 99% ნუ 1%. ცეცხლაძეები. ციხესთან კი. კი ბატონო. ერთ-ერთი პირველი. ერთ-ერთი პირველი, ვისაც უთხრა გამარჯობა. ხო და ეს მახსოვს, რომ რაღაცნაირად აი მოთქვა მღავი, რაღაც ამბავში ხარ და რაღაც მომენტში უცებ ეს თავს ატრიალებ, ხო ძალიან ბევრი ვიტირე მაკადრზე და თან მეუბნებოდა ეს თანამესაკრე ვინც იყო, სახელს ხო არ ვამბობ, ანუ ის არ იყო მაშინ რეჟიმის ტყვე, მაგრამ ისიც უსამართლოდ გამოკეტილი და იმან მითხრა რა იყო, ხო კარგად ხარო და უთხარი რომ ანუ ის იყო რა, რაღაცნაირი ცრემლები იყო, ანუ თან ახლა ის ხო იყო, რომ მაგას ხო სუქწერდით, რომ აი მენატრებით და ეს შეხება, ჩახუტება ამბავი, მაგრამ მე ვამბობ რომ ნუ მანამდე ხო ვინერვიულე რომ ვაიმე და როგორ ნერვიულობს, ანუ მე ხო სულ გეუბნები რომ ძლიერი ხარ და რაღაც მომენტში უცებ გაუბედურებული და რაღაც მომენტში ეს თავს წევ ნიკა არ გაჩერდება. ან ნიკა რასაც მეც მიარტყამენ, მეც იყურებს მე. ხო და აი მე ვამბობ რომ კადრამდე ემოციები მითხარი. აი პირველად რომ გაიგეიცი რატო ყველა მეუბნება რომ როგორო დედისთვისო, შვილისო ეს რეპუტაციული ზიანი და ასე და ასე. აი შენ თვითონ მითხარი იმ წამს ის რო ხوار გააფრინეთ, ეგ ვიცი. აი მე დასხედით და ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ და აი იქ რო ისხედით, აი იქ რას განიცდით და რას პჭობდით. აი, ეგ ძალიან რთული ღამე იყო, აი არც მჯეროდა და რა თქმა უნდა ისეთი გამწერებული ვიყავით, აი გატეხილ კარებში რა, ჩაკეტილ იმაში სივრცეში დამტოვეს, მართლა რამე რო დამჭირვებოდა, ხო? ფაქტია რომ იმ დროს შეგრძნება რომ აი მართლა დაგემხო თავზე ყველაფერი. აი და იმის იქით ვერ ხედავ. ვერაფერს ვეღარ ხედავ. მაგრამ იმ წუთში მე გაცისულელეთ მიმაჩნია დღეს. ვაიმე რა ამხელა რეპუტაციული ზიანი მიიღე რა რეპუტაცია ანუ გააზრება ხო გინდა რატო რისთვის რანაირად მოხდა აი ეს ხო უნდა გაიაზრო და მე იმ წუთში ვერ გავიაზრე აი მართლა ვერ გავიაზრე მე იმაზე აი რეპუტაციული ზიანი მიიღეს რა რეპუტაციული ან საბოლოო ჯამში წიხლზე დაიკიდა კი ხო და აი მაგაში ერთნაირები ვართ მაგაში ვარ ძალიან ერთნაირები. იცი რა? კი, უცებ, ოღონდ უცებ. აი, იყო რაღაც მომენტი, წამი. მაგრამ რამე ხო არ შემთხვევა, აი, იმიტომ რომ იქ ხო იცი ვიღაცები ცოტა ისეთი რა, თქვა კეთილის მოსურნე კი არა, ცოტა მობოროტო
ობიექტები თუ ელემენტები ამბობდნენ რომ იქნებ რაღაც შემთხვევით აი ხო იცი შემომეჭამას წამით მე გულისხმობ შენ ქონდა ეგ რომ მე ფიქრა შენზე ხო რომ იქნებ რაღაცა ისეთი მოხდა რაც გაუთვალისწინებელი თუ რა ვიცი არ არსებული ამბავი იყო აი მამა ღმერთი რომ გამომცხადებოდა და ეთქვა რომ იცი შენ შვილს მართლა კონდა მე რატო გიუსვამ ხა ის შანსი არ იყო შენი ხასიათი ხო ესეთია რომ არ გიყვარს ზედმეტად შვილების ქება არც მიყვარს კი არა როდის მე საყვედურს უმეუნებოდი ხო და აი ამ მომენტში იმ აი ეგაც ზედმეტი იყო და ცოტა უნდა შეგეკეთ ხო კი ფსიქოლოგების გასაგონად ვამბობ ხო და ერთ-ერთ ეთერში თქვი რომ ამდენი კარგიო არ მithქვამსო და გაიძულეს ხო? მაიძულეს, დამაყენეს და შვილი არ მიყვარს. სიყვარულით არც ახლა არ მიყვარს, რომ მე დავდგე და ჩემი შვილი ვაქვს, არ მიყვარს. მით უმეტეს სახალხოდ. ეხლა თორე შეიძლება ასე ვზივა ნანისთან ვზივა, ლელასთან ვზივა, ლიკას, ვინმესთან, მარიზი, რა ვიღო, ყველას ხო ვერ ჩამოვთვლი და იქ თქვათ ერთმანეთში, მაგრამ აი ესე დავჯდა კამერასთან, მაგრამ იქაც ხო მომიწია. დედაჩემი, აი თავი რო გამოყავი, შემოღობილში იჯექი. და რო გამოყავი და მჭედლიშვილს რო უთხარი, პირველად მაქებსო. კი, ანუ მესმისო რომ პირველად მაქებსო. ხო, გაეცინა, მაგრამ. ხო, გაეღო. და იმაზეც გაეცინა. მოკეტე როგანიშნე ანუ ესე გაჩვენე იცი რა მეინტერესებს აი შენ ეს ამ ამბის სიმძიმე ანუ შენ თავზე რო გამოცადე ამას რა თქმა უნდა არ გეკითხები გამოცადე და ფაქტია რომ გამოცადე მაგრამ აი შენ მოდი ცოტა ჩამო აი კითხვა არ გადავიდე წამა ხო და საკუთარი თავით მიხვდი რა მდგომარეობაში არიან რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები თუ მათ რო უყურე მიხვდი რომ შენ სახარბიელო არა მათ რო უყურე იცი რატო მე მაქსიმალურად ვცდილობ თავში როგორ ვიყავი იცი ის შეცდომა რაც თქვენ არ მინდოდა ვინმეს გაუბედურებული კიდე მზეში ვარ კაცო მე დამდევს ეს მზე მე არ მინდოდა და ეხლა როცა ადამიანი გულჩვილია მე ვცდილობდი რომ სახალხო ჩემი წრემლი არავის ენახა და გამომივიდა ნამდვილად გამომივიდა აი არ მითხაროდ ისევ ჩუმად ტიროდი ჩუმად ეხლა ღამე ვტიროდი ეხლა მე მართლა რკინის ხო არა ვარ რაღაც პერიოდი ალბათ დამაიმედე ხა და არ მითხარო სულ 9 თვე არა სულ 9 თვე ტყუილს ვიტყვი მაგრამ ეხლა რაღაცაზე გული აგიჭუყდებოდა 2 მაქსიმუმ 3 თვე შეიძლება ცოტა 4 თვე მიტირეთ დედა რის გამო ანუ ცოტა დედა ჩემი მიტირს დროზე წყევლა არ ვიცოდი და მასწავლეს მეთქი ჭიტაძე დავწყევლე პირველად ცხოვრებაში რო ის მეთქი იმდენი სიმწარე არ აქცდეს მეთქი რამდენი წრემლიც დამეყვარა და მე დაპატიჟე ლაშა ყავაზე არა მანამდე იყო ეგ ხო არა ეგ მანამდე იყო და ისეთი გაუგნებელი მოყურებოდა და მჭედლიშვილის თურმე იქ მჯდა რა იმიტომ რომ შენ გაგიყვანეს მე ჩვენ ხوار ვერ შემოვდიოდი ჩვენს ხდომებზე და მე შევხვდი იმიტომ რომ დავინახე რომ იქ იჯდა თურმე მჭედლიშვილიც იგზის მაგრამ იმას ხმა არ მოუღია ესე რომ იჯდა და გისმენდა ეგეთი იჯდა არც ის უთქვამს ეგანაც მინდოდა დამესვა ეს კითხვა მე გადავიფიქრე მე ისევ ეხლა აი არ ვიცი ძალიან ხო იცი ჩემი ტვინი რანაირია რომ 30000 შენი ტვინი არ ვიცი მაგრამ თემას ეხება რაღაცა ესე დამარბენინებ ხო და კარგია კაია კი გადასარევი ყველაფერზე დღეს დაწერა სხვათა შორის მაკომ შენმა მეგობარმა რომ ისო გადასარევად საუბრობს ყველაფერზეო და იხო ნახე კიდე ხა ანა შეგვიძლია ანა მითხრა ხო და ან მოწონს ხალხს როგორც ლაპარაკობდა შენ რა ზერჩემ შენ თავს არ ვიცი კამერასთან დამეგობრება რა მომივიდა კი არ მიყვარს აი ჩვენი მეგობრობა არ ვიცი უნდა მოსულიყავი არ წავა არ მშველი აზრები თითქოს დაწყობილი მიფრინავს რა ვიცი არაფერზე უნდა იმერბილო აი როგორ ვზივარ რას ვიცი ეხლა ნიკა შვილი კი არა ჟურნალისტი ხარ გესმის და კითხვებს მისვა ხო მაგრამ ისეთ კითხვებს ყავასთან რომ შეხედვართ ეგ სხვა ეხლა იქ თავისით ვიწყებთ გათენდა და დავიწყეთ და ხან ვიცინით და ხან მაიმუნებთ ხო რამეზე გწყდება გული შენი განვლილი ცხოვრებიდან აი ვინც ხარ დღეს როგორი და რანაირი მარინაც ხარ და მეორე კითხვა მაქვს რატო აერთიანებ ამ კითხვას არ ვიცი მაგრამ ვინმესთვის არა აი ამ ადამიანებისთვის სამდენი ბოროტება
მოიგონეს, შეთხსეს, შეთითხნეს. ხო, მარტო შენ ხო არა. ხო და მაგიტო ვამბობ, რა გაქვს სათქმელი? სათქმელი იცი რა არის? აი ეგ გაგიკვირდება, რასაც ვიტყვი. მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობენ, ვინმე თურმე უნდა ვიცხოვროთ, ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთი ხალხი ვართ, ერთი მიწა გვაქვს მზე და ასე შემდეგ. მოკლედ, მე მაგაზრზე არა ვარ. ვინც კი დააშავა, ქვედა ზედა შუა რგოლი არ მაინტერესებს. დამნაშავეებმა. აბსოლუტურად კანონის ძალით, რა თქმა უნდა. მე იმას არ ვამბობ, რა არის ლინჩის წესით გავასამართლოთ მეთქი და რა სისულელია კანონის ძალით. რა დონის, რა ხარისხის, ვინ როგორ მარტო ბრძანების გამცემი არა, შემსრულებელიც. ხო. არარსებული ამბავია, შემსრულებელიც. აი ახლა, შემსრულებელი და ის გვავიწყდება ბრძანება ვინ გაცდა. არა, ყველა და აქ ხომ მთელი სტრუქტურა იყო ჩაბმული, ნიკა. ჯერიც მარტო ცრომოწმეები. მეც ვფიქრობ, რომ მანდატურები. კანონიერად ყველამ ვის. მატიაშვილმა მარტო მე ხო არ წემა. კი ბატონო, მაგიტომ მე ხო ჩემთან. ხალებს როგორ ექცევა, რა სიტყვებს იწევლება მატიაშვილი და მე მსჯია გინებაზე და წყებლაზე. თან პროვოკატორია. პროვოკატორი, მაგისთანა მანდ არ არის. არც ერთი არ არის. ერთმანეთზე უარესები არიან, მაგრამ მატიაშვილი არის მთავარი. მანდ. იცი რა მითხარი? სასამართლოს ხარებაა. როცა პროცესიდან პროცესამდე, რანაირად ამოწმებდი, აი სულ მინდოდა ეს მეკითხა და სხვათა არ მეკითხავს, ანუ ყველას ჰქონდათ მეგობრებსაც მათ შორის და ჩემ მეგობრებსაც მინდა რა ორი სიტყვა მითხრა, იმიტომ რომ ვიცი რა ძალიან გიყვარს და იმათაც ძალიან უყვარხარ და აი რაღაცნაირად რა ამოწმებდით, რომ მე ნამდვილად ეს ენერგიულად და ეს მხნედ ვიყავი თუ აი ეს სხვადასხვა ფორმით ამოწმებდით, ანუ შენ ეუბნებოდი მაგდას, მე მაგდა გეუბნებოდა შენ, მე ის მაგდა რომ მოდიოდა იქ ხანმოკლება იმანზე რაღაც მემზადებოდი რომ უნდა მებღავდაო და ისეთი დამხვდიო რომ ანუ რა მატირებდაო და ანუ რატო გეგონა თუ აი მოვიწყენდი. ეხ მithume და შენი მოიწყენდი არა, იცი რა მომენტია? კი არ მოიწყენდი. ის რაც არ უნდა იყოს, ის 4 კედელი გგუნავს. ეხლა მე არ ვიყავი ნიკა ციხეში, არ ყოფილა არადოზოს, იმედია არ ჩამსვამენ, არ ვიცი ეხლა. ყველაფერი მოსალოდნელია. ხო. და ახლა მაგრამ ის მაინც იყო არ არის. ერთი პოზიციად შევიცვალოთ გვერდზე სკამზე. ხო და რა ვიცი და ამიტომ ყოველთვის ეხლა დედა ვარ. ეხლა ვამბობ, ეხლა შეიძლება სახალხოდ მე ჩემს წრემს არ ვაჩენდი, მაგრამ ეხლა ღამე ჩემთვის ბალის ხო ვესაუბრებოდი, კაცო. ის კი არა ლაშასაც არ მინდოდა და არც ლაშაც ვერ იტყვის, რომ მე დედა ტირო და ისევ ნახე. არა, თან წარე გამოცდილება ლაშა ტირო და ლაშა ძალიან მხნედ იყო. აი როგორი სანამშრომლო იყო მანამდე კითხე. ხო, არა ლაშა და ლაშა იცი მიუხედავად იმის რომ მე მარტო არ ვიყავი შენი მეგობრების დამსახურებით. მაინც ახლა იმედი. ხო. და მე იმას ვერ ვიზამდი, რაც ლაშას ჩამოსulis შემდეგ და საერთოდ რაც გავაკეთეთ, მე მაგას მარტო ვერ ვიზამდი. ან ვიზამდი, არ ვიცი მაგრამ. იცი რა არის? აი ახლა ლაპარაკობთ სამართლიანობაზე. მამოძრავებელი ძალა გახდა სამართლიანობაზე პრინციპებზე და შენი მეგობრებიც ის იყვნენ, კაცო, ცოდოები იყვნენ. რადგან ვსაუბრობთ და ლაშაც ვახსენეთ, აი ესე რა როგორც დედა რა, ეხა ერთნაირად გაგუზარდე ერთი პრინციპებით გაგუზარდე და შენ ხედავ რამე სხვაობას? ნუ საერთოს გარდა ეხა სამართლიანები ორივე ვართ. სამართლიანები ხასიათში თუნდაც, აი არ ვიცი. ლაშაც ვერ ვიტყვი რომ თქვა ჩემნაირად. ხო. მე სიმართლის თქმაში ვლაპარაკობ. ანუ მე ისეთი ფორმით ვიტყვი, რომ შეიძლება ნაწყენიც არ დარჩეს ადამიანი. ნუ აი ესე რა, რაღაცნაირად, მაგრამ არ არსებული რომ ის დავიტოვო. ანუ რასაც ვფიქრობ ის არ ვთქვა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ამ ყველაფერმა ჩემზე მაინც იმოქმედა. იმიტომ რომ ასე შეტევაზე გადავდივარ და ცოტა არ მომწონს, ანუ მე არა ვარ. ხო. არა ვარ. მოგწონს ეგ თუ არა? ზოგჯერ მომწონს, იმიტომ რომ ალბათ საჭიროა. ზოგჯერ. მაგრამ მაინც ჩემი არ არის. ანუ აი კიბილ-წივილით გადადი, ნუ აი. გირჩენია იყოს ნამდვილი სიმშვიდე და არა მოგონილი. რა თქმა უნდა და მეც მინდა რომ ის ჩემი აზრი მშვიდად, ანუ ისე არ თქვა რა, რომ აი ნაჯახივით, აი მაინც მგონია რომ აი დაკოდილი ენა და გულის ამბავია რა.
ანუ შენობა უფრო ენი დაკოდილის ამბავია. უფრო შენსკენ არის იმ ხრივ რომ თლად ვერ ვიტყვი. ხო, მაგრამ ნუ უფრო ვიდრე მე. მარა ჩემთვის ეს თუ გაბრაზდა. ხო და შენც ეგრე ხარ და ეხლა მე გუნდა მეთქვა რომ თუ აფეთქდი. შენც ძალიან საშიში. მე ვამბობ, გოგოებთანაც მithქვამს, რა ვიცი, სულ გაწუნასწორებული ხარ და ამასიანთ ვიღაც მეუნება ხო იცი ესე მომაძახარო ისო. მადლობა თქვიო დედა შენის გამოგცემ პატივს რაღაც ამბავი იყო დებილობა. ხო, კამათი და მე ძალიან გამეცინა ოღონდ და ვიფიქრე რომ აი აფეთქებული დედა ჩემი უნდა გედგეთ და არა ნიკუშა კაცია წინ. ხო, მაგრამ ეხლა მაგას იტყვი, ჰა, 3 თქვა, 4 თქვა. აი, რამდენი წლის ვარ და რამდენი წლის ხარ იქიდან იანგარიშე. ცოტაა, ძალიან ცოტა. ანუ ეგ ჩემი ხასიათი არ არის. ხო. არ არის ეგ ჩემი. ანუ გარემო ფაქტორებმა დაიწყო. ხო, და ეხლა მით უმეტეს, იმიტომ რომ აი რო ვხედავ რომ ამდენს ვიბრძვი ამ მშობლებთან ერთად, ხო? მათ ტკივილს ეხლა ერთი არის ადამიანი, აი რაღაცას გითანაგრძნობს, გაიზიარებს შენ გული ტკივილს. მეორე შენ რო გაიარე, შენ ხო იცი ის რა დღეშია. ლელა, მე მარტო შენ რო იმას ყვებოდი, საბა აწამეს. ხო, აი ამ ტყვებში ერთი ნაწამები პატიმარი ყავს, პირდაპირ გაგები და რამდენი სასტიკი ფორმით. სასტიკი ფორმით, დაგასვამ. მე ხა ლელასი როგორ მესმის, იცი? აი გული კი არა, აი თითო უჯრედი. სხეულის ყველა ნაწილი მტკივა. მე ის ვიცი ლელა რაზგან, ვიცი მე ის ნანი რაზგან იცის, მარიზი, ლიკაც არ არის. ლიკას რაღაცა მომენტში, აი თითქოს ჩემთავს ვიჭერ, აი ლიკამასაც არ აქვს ის, რომ აი თქვა იტიროს, ან გამოხატოს, ან რაღაცა, მაგრამ მის ქცევაში, მის თვალებში, მის გამოხედვაში, იმას ყველაფერს ხედავ, კიდაც ირაც არ არის ახლა, ორივე დაზევლაპარაკობ, ხო? ერთი ოჯახიდან ხო? ხო, ორი პატიმარი ყავთ ერთ ოჯახში, ხო და ნუ როგორია, მაგრამ აი მათი თვალები თვალები ყველაზე მეტყველია. სინანულიმე სულ მაწუხებს და სულ დამსდევს ეს შეგრძნება რომ რაღაცას ვაკლებ და აი მაგას ახლა აი ამას რო კითხულობ შენ მათ მოქმედებაში, მათ ქცევაში, მათ თვალებში, ანუ თვალებია ყველაზე მეტყველი. რაღაცაში ვერ ეხმარებ, მე სულ განვიცდი. მაქვს, მეც მაქვს. მაქვს, ახლა შენ რო დაწერე იმ დღეს იქ რო იყავი წასული ფესტივალი თუ სად იყავი და ოფენიერზე. ხო, და რო თქვი დაწერილი შენ სადნახე რომ რაღაცნაირი მომენტიაო რა ბედნიერი და უბედური ერთდროულად ხარო. ანუ ერთიც გავიგე რატო იყავი, იმიტომ რომ გენატრება ყველაფერი კარგი, თუ კი რამე ხდებოდა შენ ცხოვრებაში და ანუ რომ უბედური ხარ, იმიტომ ხარ უბედური რომ შენ იცი ისინი რას გრძნობენ იქ. ხო და იცი რა ტყეები რას გრძნობენ. ლაპარაკობთ იმაზე რაც ორივეს გვესმის. გელა ხასაია, ჩემი გელა ხასაია. გელა უკაცრავად გელა ბოდიში ეს პოდკასტი ხო დარჩება და დარჩეს გელასაც, ანუ სადმე თუ გადაუყირავდა შენი ბანერი, იცოდა რომ ძალიან განიცდის. ანუ იგივენაირად განიცდის, ნამდვილად რომ გადაყირებულიყავი და წაქცეულიყავი და გელა წამექცა, რა გელა ყველა იხე. გელა დავარდა და არის ესეთი ამბავი, ამ დროს უცებ ადამიანები გაიხედებიან, გამოიხედებიან, გელა არ არის, მაგრამ ბანერია გელა. მიყვარხარ გელა. გელას შევხვდებით ხო სექტემბერში, როგორც მე მგონი სწორად ვითვლი. ხო და რაზეც ვლაპარაკობთ, იცი რა, მე ხშირად მithქვამს, რომ აი ხანდახან მე უხერხულებად ხო ისეთი ვარ, თამამი ვარ, პირდაპირ ვარ, არ ვიცი დაფიქრება და აი მაინც ვამბობ და ამ დროს მაინც ბევრს ვფიქრობ. ან მაინც მინდა რომ მომლადლიეროს ხალხი, იცი რა, იმიტომ რომ აი იმ დროს როცა ვიღაცას ვეუბნები, რომ იცით, ლიკას შვილი ისევ ციხეშია. ლიკას შვილს ისევ ვერ ნახულობს თავისი შვილი, ნიკო. ოკმელა, ჩემი ტკივილი, აი რატო ნახე, აი ამ დროს ჩვენ რო უთქმელად გვესმის ერთმანეთის რას გრძნობთ და რას განვიცდით, ხო? აი გეკითხები, მიდასტურებ, ამბობ, ვადასტურებ. აი არის მაინც ხალხი, ვისთვისაც თითქოს სულ ერთია დედა. აი თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებაა და მაგაზე მტკივა ხოლმე გული, აი ისე მტკივა აი ნიკოლა და ნიკო. აი არ ვიცი რა, ისე მტკივა და მამა მენატრება ერთხელ რო უთხრა იმან ნიკოლამ უთხრა თამთას. აი მიწა განხეთქილიყო და ჩავარდნილი ყავ. ეხლა ამას ესე ყოველ წამს და ყოველ წუთს ვერ ეუნები ადამიანს თავის გაჭირვება და ეხლა შენი ემოციები მოახვიე თავს, არა. პირიქით ისეთი ვარ ხოლმე რა. აი არა ისე უნდა. ხო მე ვთქვი რომ აიწყვიტა დედა ჩემმა თქო, ყველგან მიდის მოდის ვერ ვაჩერებთ თქო და ხო ესე გვერდიდან ესე ჩანს რომ აი არა სინამდვილეში იმიტომ რომ მათი ტკივილი მესმის, ის არა.
მაგრამ ხო და აი ამას უნდა განსაკუთრებულად სწავლა, აი შენ განსაკუთრებულად გასწავლე. ნიკა ვინც იქ დგას 24 საათი, ეხა ყველა სახელი რო არ ჩამოვთვალო, ძალიან კარგად იცი იქ რუსთაველზე ვინც დგას, რამდენი ადამიანი აი შევიყვარე მთელი ჩემი არსებით. იმათ იქ არც და არის არავინ, არც ძმა, არც ქმარი და დგანან. და მე რას ვაკეთებ ახლა განსაკუთრებულს? მე გავიარე ეგ მომენტი. ანუ ის რომ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ უფრო გულისხმიერები და არა გულგრილები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო არიან, ისინი იმიტომ არიან იქ. არავისთვის. აუ, კარგი, კიდე ერთი რაც ამ თემას რა თქმა უნდა რამდენი დაგვრჩა დრო თან ლაშას ტელეფონით ვაკონტროლებ. მე არ დამავიწყდეს და რაღაც პერიოდი იყო, ეხლა კონკრეტულად იმ ისტორიას არ მოვყვები, მაგრამ შენ მითხარი, რომ ისო ცოტაო ისე რბილად უთხარიო, ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარზე და ასეთი ოღონდ თითქმის ყველა ჩემ მეგობართან დაკავშირებით გითხრამს, რომ მეрео არ განაწყენო ამ შენი ენითო და ეხლა დარწმუნდი, რომ ჩემი ენით არავინ არ განაწყენდა არასდროს. არა, ეხლა შენ ვინ შემოგჭა, შენ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა. ხო. რომლებიც არჩევაში დედაჩემი არ ჩარეულა. არც ერთი შვილი. იმიტომ რომ მე მყავდა აღნიშნე. უბნელები, მეზობლები ვიღაცა ის, რომლებსაც ურჩევდნენ, რომ აი ეს ამასთან არის მეგობრო, იმასთან. და მათ შორის ის ჩემს თაობაში 82-იანი ვარ, აქვე შეგახსენებთ და ხშირი იყო რომ აი იმის შვილის მამას ორი მანქანა ყავს და ნუ მოკლედ რაღაც ნიშნით ურჩევდნენ შვილებს ვისთან ემეგობრად და ვისთან არა. დედაჩემს ეს არასდროს არ გაუკეთებია. ეხლა უშუალოდ აი ამაზე მინდა რომ სულ რომ ნერვიულობდი რომ ვიღაც განაწყენდებოდა ისე რომ ჩემს ამ 7 კაპაენას კიდე იქ მივდივარ და უნდა მათქმევინო და გეტყვი. შენი ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, ხისტი ხასიათი ზოგს ესმის რომ ადამიანს ლანძღავ და უნები ცუდი ხარ. არ არის ეგრე. სიმართლის თქმაში ხარ ხისტი. ეგ გავიგე, მაგრამ ხო მიხდი რომ ესეთი ვუყარ ვარ იმათვისაც ვუყარ ვარ და ვინც დარჩა. ნუ აი მეგობრები, შენი მეგობრები, მაგდათინა ბექა რა ვიცი ბევრი. ხო, იმდენი არიან. ნინი, ერთხელ რომ მირეკავ, ჩემი ქართლის და გოგო გაჭულებინე მაგ გაიგო. რა ქართლის და ტელეფონზე ჩემი ქართლის და გაჩუნდი გოგო, არავინ არ გაიგოს. სიცხვილეა, ეგ მეორად აღარ გაიმეორო, აღარ ამო. აი ნუ ჩემი ალქაჯები არიან. ნინო შენი ადვოკატი. ეგაც მაგ ალქაჯე. ნანკა კალატოზიშვილი მეოთხარი გინდა არ გინდა ალქაჯების სიაში ხარ. იცი რა მითხარი ახლა? ნიკას ალქაჯები შევარქვი. ქართლის დედა ახსენე და უცებ ახალი კითხვა და აი ჩვენზე რო ამბობენ გმირები რა რეაქცია გაქვს? მე დაგეთანხმე იმაში რომ ნუ დღევანდელ დღეს ყველაფერი გმირობაა ნიკა. აი რაც დღეს ხდება მართლა კომუნისტების პერიოდში არ მახსოვს. ეხლა 37 წელზე ნუ გადამისამართებენ. რა ეხლა რო არ გხრეტენ, იმიტომ ნაკლებად გვექცევიან, ცენზურა ყვავის, ხმა ვერ ამოგიღია. ესე იგი გამოდის ეხლა მე რო შენ ეხლა რაღაცა Facebook-ზე შეგაგინო, მე უნდა დამიჭირონ, იმიტომ რომ თუნდაც ნიკა კაცია შეურაცხყოფა მივაყენე. მეც კი დედამ უნდა სახალხოდ რო დავწერ. მოიცა ეხლა მე რა მჭირს ან რა ჭირს საზოგადოებას დინარაძის ახსაზრდელი. გაზარდოს ჯერ ჩვენ რო გავზარდეთ ისეთი შვილები, მე გულისხმობ ყველას, ვინც დღეს უსამართლოდ სასჯელს იხდის. ეს პოლიტიკოსი იქნება, თუ პოლიტიკის გამო დაპატიმრებული. მე ვამბობ ხოლმე რეჟიმის ტყვეები, ლიდერებიც რო არ გამომრჩეს. აი ის ჩემსაც ყველა ტყვეა. ხო, ამიტომ ტყვე რო ვამბობ, იქ ორივეს გული, ხალე სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი, არა, ყველა პოლიტპატიმარია და ყველა სინდისის პატიმარია. აი, ნუ რაღაცნაირად იმან უნდა აღუზარდოს ეხლა თურმე გადაწყვიტა 67 წლის ასაკში მე რო ვარ. და ტერიშვილი როა მარინა, აი მე მარინა კიდე. აბა 10 წელი დიდია ჩემზე და უნდა აღგზარდოს ვინ? დინარაძე. დედა და აი ეხლა ამასაც შეურაცხყოფაში ჩამითვლენ, შეიძლება და აღმოჩნდა ისოს მიღმა. იცი რა მითხარი, არა ეს შენი აზრია და მით უმეტეს კორექტულად გამოხატავ. როგორც ჩანს, უფრო მეტად რამჭირს მაგისი აქვს პრობლემა, რაც სხვათა შორის ისევ მათ აიძულეს. ვერ გაზდით ჩვენაირ შვილებს, ჩვენ რო შვილები გავზარდეთ, ვერ გაზდით, მაგრამ შენ დაგეთანხმე ბოდიში სიტყვას გაწყვეტინებ, შენ დაგეთანხმე, შენ თქვი რომ მე გმირი არ ვარო, ანწუხელიძე იყო გმირიო. მაგრამ დღევანდელ დღეს მისთვის არა მე დავიბადე ბედნიერებისთვის თქო. ხო, არა.
ნუ არ ვარო გმირი იყო ანწუხელიძე. ხო, მაგრამ აი ბევრი ადამიანი ხო გვეუბნება რომ თანამედროვე ისტორიაში, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში თქვენ ხართ გმირები. კი. გვეუბნებიან ამას. კი, მაგალითად. იცი რა არის, აი სულ ვეძებ რაღაცა საერთოს 90-იანებსა, 80-იანების ბოლო 90-იანების დასაწყისსა და ახლა განვითარებულ მოვლენებს შორის და გასაგებია რომ ტერი არის ერთი და იგივე, შენც ბევრჯერ გითქვამს და მეც ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს რომ აი რაღაცნაირად რაც ну ვისაც თვალით არ ქონდა ნანახი, ვისაც გაგონილი ქონდა, ხა მე რაღაც პროცესები მახსოვს, თუნდაც აი სტიტები რომ მივიტანეთ და გადავსებული რო იყო, კი ბატონო. და ის რო გვატარებდი ვაშამაში მუცელში ხო. იცი რას ვამბობ? არ მცილდებოდი გვერდიდან. თითქოს ხო ეს ისტორია, მაგრამ აი შენ თვითონ რა სხვაობას და საერთოს ხედავ, იმიტომ რომ ნახე, მაშინ არ იყო ინტერნეტი, მაშინ არ იყო, არ მარტო სახლის ტელეფონი როგორც უწოდებთ, ხო? არა, მე მიგვიყვეს, უფრო გაგვირვება მაქვს. იცი რა, მაშინ იყო ერთი ტელევიზია, ერთი რადიო, და მაინც ხალხი და ხალხი სიმართლეს ვიდებდი, კაცო იმ თეთრ შავისგან ვასხოვებდი, ეს როგორ ხდებოდა, მე არ ვიცი. ანუ ფიქრობ რომ პროპაგანდა მაინც კი იმუშავა ვიღაცებზე, ხო? იმუშავა, იცი რა არის, ზოგჯერ რო უსმენ ფიქრობ, აი მე ხო არ ვწდები. ის არა რო ეჭვგეპარება. არა, მაგას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ის ვინც 24 საათი ჩართული აქვს, იმედი ჩართული აქვს, რუსთავი საზოგადოებრივი, რომელიც ისე აგვახიეს უკაცრავად მაპატიეთ, ამას ასეთი ფორმით რო ვამბობ, მაგრამ აი ეგრეა. ხო, აი ისე რომ რატო ხქვია ამ ტელევიზიას საზოგადოებრივ ვერ გაიგებ, სახელწოდება გეუნება თვითონ როგორი უნდა იყოს თავისი შინაარსით. ხო? ის ვინც უყურებს იმისთვის რთულია გესმის, აი იმიტომ ვეუბნები, მე არ ვკამათო პოლემიკაში არ შევდივარ, ხშირად როცა ეგეთ ადამიანებს ვეჯახები. გადართეთ 15-ზე ან არ გადართოთ. აი თუნდაც ეხლა ერთხელ აი გადადონ ერთი დღე და სასამართლოში მივიდნენ და ვინმეს პროცესს და თვითონ გაარჩევენ და ესწრონ ვინმეს პროცესს. ხო, შეიძლება თავიანთ მომხრეებს კამერებით შეატანინონ. მაგრამ მივიდნენ, მეც ვამბობ, რომ ყველაზე კარგი ადგილია იმისთვის, რომ ნახო თეთრი და შავი. თვითონ. ყოლილი და მართალი, კი ბატონო, მივიდნენ, შეიწუხონ თავი. ის პროპაგანდაც უკვე ვერაფერს ვეღარ უზამს, იმიტომ რომ თვითონ დაინახავ. ჯერ ერთი რომ ერთმანეთს საწინააღმდეგო, აი, ჩვენებას ერთნაირად ვერ აძლევენ. გინდა შენი სრულ მოწმეები, გინდა სხვის ისე რანაირად იკავებდით თავს, არ იყო იქ რთული. არ მოდგენა არ ძალიან რთულია. შენ სასამართლოზე სანამ მე ხო გამაძევეს ლაშას რომ მიუცაჯეს ის 4 დღე. უკაცრავად მეთქი თავსი ხან და მოკლედ და არ ახდება მეთქი და რაღაცნაირი კითხვა დაუსვეს ლაშას რომ ისო რატო გამოხვედით გარეთო და ვეღარ შევიკავე თავი და რაც ჩემ პროცესებზე კი არა ანუ მე ვამბობ რომ თქვენ ხო ისე მოდიოდით იქ სიტყვაზე საბასი იყო იქ 11 კაციანის იყო ანუ გადადიოდით გადმოდიოდით და ხო აი ამ დენს აი ამდენ ტყუილს უსმენთ მიმისგან გოშაძისგან ხო ბიჭო აი ყველაფერს წარმოიდგენ დროშა რანაირად შეიძლება ნივთკიცება წაიღო აი ამიხსნას რა ვინმემ რა საქართველოს დროშა ან ნანი შვილი ხელიდან გამოსტაცეს მოდიოდა საერთოდ და შენ სულ არ გამკვირვებია ახლა შენ სასამართლოზე სანამ შემოვიდოდით ნუ ახლა კი გამოგონდათ ამბები და მაშინ ჯერ დახურული არ იყო და ტელევიზიითაც ხო გისმენდით ხო ხო და აბსოლუტურად წილკანში დააკავეს იცი რა მინდა კითხო ცოტა ისეთია სტუმრად იყო ანუ შვილი გასაგებია რომ მაინც შვილი და ნუ აი პირველი ხა მეც დავიწყეს რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადამიანიც და ალბათ უმთავრესი რესპონდენტიც თქო და არ ვიცი სხვა დროს რაღაცნაირად ისე იყო რა რაღაც ხან პოლიტიკური გადაცემა იყო ნუ მოკლედ ეხა იქ ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა და ეხა ალბათ ჩემს ვეღარ გამიძალიანდებოდი და უარს ვერ მეტყოდი იმიტომ რომ ნუ ეხა სხვა რატო უნდა ჩაგწეროს როცა შვილი ყავს და შვილმა უნდა ჩაგწეროს აი მაშინ რო უყურებდი იმ გამოსვლებს რაღაც რომ მოგეწონებოდა ანუ რაღაცნაირი ცოტა ისეთი რთული კითხვა რთული რამხრივ ანუ გასაგებია რომ შვილი მაგრამ აი ეგოისტური მომენტი იყო რომ აი ჩემი შვილი რაღაცა კარგს რო ვიტყოდი თუ იმიტომ რომ ეს ხო უყურებდი მე რაღაცა მეც მომწონდა რომ არა მაგრამ მithქვამს თუ რაღაც და შენ როგორი ემოცია ქონდა ანუ აი როგორც მოქალაქეს შენ კითხე ხასიათში ვწუნდებოდი უფრო და ვამბობდი მე სულ ვამბობდი რა თქმა უნდა იმ უკვე ოჯახის წევრები ჩვენ ყველა ერთად ჩვენ ამ პატიმრების ოჯახის წევრებზე ვსაუბრობ აი ჩვენ მართლა ოჯახის წევრები გავხდით და იმ აი ველოდი აი ამას ველოდი და სულ ვამბობდი რომ აი მე ხო ვამბობდი რასაც მეც მიერტყმენ მეც იყვირებს არ გაჩერდება არ გაჩუმდება და მე იუმორში ყვებოდი რაც გითქვამს გოშაძესთვის აქ ხა დავიძრათ
10 წუთში დაახლოებით უნდა მორჩეთ და თან მზესაც ავწდებით და თან ვიაროთ ეს ქვემოთ, ხო? დედა, არის რამე არის შეგონიათ არის რამე არა უშავ სახლში ვართ ჩვენია სახლში დავმონტაჟებთ რამე არის ისეთი რაც აუცილებლად როგორც მოქალაქემ როგორც დედამ და როგორც ქალმა ეს აი ამ სამს უსვამ ხაზს და ნუ ბევრი ადამიანის კარგმა მეგობარმა მეზობელმა ნუ ზოგადად მე არ მინახავს ადამიანი ორი ადამიანი ხართ მოკლედ ჩემ ცხოვრებაში ერთი ზენონი რომელზეც სუდი არ გამიგია და მეორე შენ დედა ანუ რა იცი ხა ნუ ყოველ შემთხვევაში არა რატო გავიგებდი ხა ზენონიზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში ჩემთან თბილისში არ იმალება არაფერი დედა და ზოგადად სამყაროში არაფერი არ იმალება და ამიტომ როგორც ქალმა დედამ მეზობელმა მეგობარმა მოქალაქემ აი ამ ბოროტების შემქმნელებს არ ვიცი რა გაქვს თუ ან გაქვს თუ არა რამე სათქმელი ზუსტად ვიცი რომ მაგათი დროც მოვა არავინ მომცე შენიშნა ეხლა კიტყვი დედა შემაქვა შეცვლილ ხარ არ გეტყვი მაგრამ ჭიტაძესაც ხო უთხარი შენ რო საბრალდებო სკამზე მოხვდები დედა შენის გვერდზე ვიჯდები და გულწრფელად დავამშვიდებ მეთქი აუცილებლად მაგას ვერ გადავიტან ვინც არ უნდა მოვიდეს ვიბრძოლებ ბოლომდე რომ ყველა დაისაჯოს ჭიტაძემ ძალიან კარგად იცოდა რა საკეთებდა ნუ ეს ახლა ყველას პროკურორის გვარს სახელი არ ვიცი ზეპირად სამწუხაროდ თორე ვიტყოდი არა უშავს აქედან ყველა პროკურორს ეხება ბევრთან არის ყველა გამომძიებელს ეხება აი ვინც საქმეს ხელს კიდევდა იმ შემსრულებლებს ჩემთან რო ბატალიონი ხალხი იყო 50 კაცი მართლა რომ რანაირად ეპატიჟებოდ გადმოდი კიბერზე აი სად მიდიოდა ნუ ჩემ გულწრფელობას აი ისინი ახონძრულები თინა ჭიჭინაძემ რომ ითხრა შემა გულწრფელობამ დააბნიაო მარინა შემა გულწრფელობამ დააბნია ის მართლა შეიძლება გადმოდით მე ვუთხარი მაგრამ ვერ დადებდნენ იმ წამალს ვერი მოძრავები კარები მარტო თუ იყავიდა თუ მარა პრინციპში გარედან გადაიღებდა იმიტომ რომ კიბე უნდა მოეტანათ აი ცალკე ამბავია კიდე ხო ცალკე დრამატურგია მაგდა როგორ გადმოვიდა კიბით და შპაგატი ხო იცით ჰორიზონტში ეს იყო ვერტიკალში აი ასე ურთულესი კარგი უნდა აი სად გამომარგა ჩემი ვარჯიშიო მაგდა რეჟიმის ტყვეებისთვის ის დამავიწყდა კიდე თაია ხო ის ღამე რაც მაგათ დადიოდა მანქანით მოძრაობდა კიდე მოიტანა პატარა აი ნუ მოკლე თაიას წარმატებები აუცილებლად თაიასაც თან კოლეგები ვართ გამოიწერეთ თაიას არხიც და წარმატებები მოკლედ ჩვენს თაიას რეჟიმის ტყვეებისთვის აი რომ გამოვლენ და რომ ნახავენ და რა გინდა რომ მოისმინონ და რა გინდა რომ ნახონ ნეტა მაგ დღეს მომასწრონიკა რომ ყველა ერთად დავინახო და ყველა ერთად ჩავეხუტო ყველა აბსოლუტურად ყველა შენ ყველამ ვიცით კი რა ჩვენ ოჯახმა და სხვებმაც გაიგონ რომ გაქვს სასწაული ინტუიცია ხო და ეგ ინტუიცია რას კარნახავს მალე იქნება, ოღონდ მარტო ჩემთვის ხო ერთ და იგივე ამ გამარჯობა ნიშნავს რომ ბიჭები ცოტა გაბრაზებული ვარ ჩემ ინტუიციაზე. რა ორას გეუბნება მითხარი მოყევი? გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა მართლა რკინის ხო არა ვარ, ნერვიულობ განვიცდი, განსაკუთრებულ ქალპატიმრებზე განვიცდი. კარგად იცი ახლა ელენეს ვიცნობ. ხო. მაგრამ ზიას ხო არ ვიცნობდი, არც მყავს ცხოვრებაში ნანახი და როგორ განვიცდი ნინო დათაშვილზე, როგორ განვიცდი, როცა პრობლემები შეექმნა. მაგრამ ეს გოგოები თვითონ მაპატიეთ ასე რომ ვიხსენიებ, მაგრამ და ჩემთვის გოგოები არიან, შვილები არიან. რაზეა ლაპარაკი, მათზე უფრო ნერვიულობ. აი მინდა რომ ყველაფერი ეს ჩქარო მოხდეს და ინტუიცია არ მეუბნება, აი რომ ჯერ არ ვერ გწევს რომ მალე იქნება? ხო. მაგრამ თავარი ის არის რომ არც მიზეზი მაქვს რომ ფარხმალი დავყარო არ მივატოვებ დედებს ვინც არ უნდა იყოს სანამ ისინი იქნებიან ვიქნები მე მათთან ერთად აუცილებლად ოჯახის წევრებისთვის დედები ძმები მამები მეუღლეები ხო აი მამები ცოტა არ აქტიურობენ ეხლა ზურა საყვედური ნამდვილად საყვედური ზაზას არა ზაზას ეხლა რაღაც მაგრამ ზაზა მოდიოდა ხოლმე რაზე ალაპარაკი მაგრამ ძირითადად მაინც არის სულ ზურა ეხლა ზურიკელას ვეძახი აი ნუ ზურა არ არსებობს ჩააგდოს დღე არ წამოვიდეს ოჯახის წევრებისთვის
სათქმელი. ფარხმას ვერ დავყრით. აი ეს. ბრძოლა ბოლომდე და ზურა სიტყვები. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ ჯაფარი. კარგი და ბოლო შეკითხვა ამ პოდკასტის. მაგრამ ჯერა მართლა ჯერა ამ მეც ჯერა კაცო. ბოლო შეკითხვა არის ამ ეპიზოდის. მეც ძალიან მეცნობა იმაზე რომ მართლა რა დავაშავეთ ესეთი რომ ყველა მოცემულობაში, ყველა დროში, ყველა არ ვიცი, სულ ვიბრძვით და არ სრულდება ეს ბრძოლა და ეხლა შენ მითხარი შენი ცხოვრების მთავარი ბრძოლა, რომელშიც უკვე გაიმარჯვე, რომელ გამარჯვებასაც ელოდები, ეგ ვიცი. მაგრამ რა მიგაჩნია შენი ცხოვრების მთავარ ბრძოლად? თქვენ შვილები. ხო, აბა ეხლა რო აღმოჩენილი იყო რა ქვეყანას ვყიდით, წარმომიდგენია. თავსმოვი ხო იცი რომ თავს მოვიკლავდი. მეც. მეც მაგას გეტყვი მეც. ის ამბავიც, აი ერთი წამით რომ შენ აი საკუთარ შვილში ეჭვი შემპარვო და იმ შემთხვევაში თავს მოვიკლავდი. ანუ ჩემი შვილი ერთი რომ შენ თავს იკლავ და მეორე კიდე რას გაბრალებდნენ? შენახვა ის რა არის? გასაღება რა არის? ანუ სხვი შვილსაც კლავდი? ანუ მართლა თავს მოვიკლავდი ერთი წამით რომ ეჭვი შემპარვოდა. არა, ეგ ხო მე მაგას კი არ გეუბნები. მაგას ვამბობ, მაგრამ შვილები მე გეუბნები მე რომ ყოფილიყავი რუსეთუმი ამ კუთხით ვამბობ, თორე იმას კი არ გეუბნები. მაგრამ იმ ნაწილში არა, კაცო რას. არა. მანდაც შვილები არ ვიცი, შეიძლება მე არ მეგიპასუხ. შვილები მაინც ის აი როგორ ვთქვა, ჩემი შვილები რო გულგრილები არ არიან, ჩემი შვილები სიყვარული შეუძლიათ, ერთგულება რაც მთავარია. მე ადამიანში გაფასებ ამას. ერთგულება არის და ყველაფერი უბედურების საწყისი ჩემი გადმოსახედიდან არის უმადურობა. აქედან იწყება ყველაფერი უბედურება. აი თუ ხარ უმადური, იქ დანარჩენი დადებითი თვისებები დაივიწყე. არც სიყვარული შეგიძლია, არც მეგობრობა, არც მეზობლობა, არც შობელიც არ გიყვარს. უმადურობა არის ყველა ჩემი გადმოსახედიდან. რთული იყო? მე რასაც გაკვირდა არ იყო. აი დიალოგი. რთული, კამერასთან მეგობრობა არ გამომდის. შვილის ფაქტორმა მაინც გადაწონა თქვი. ხო, რა ვიცი. მე მგონია რომ ამდენს სხვაგან უფრო კი ქონდა ერთი რომ მოიცათ მათ დავივარცხო სანამ დავიწყებდით, მაგრამ ხო, აბა დღეს გარეთ ავარ და გარბის ახლა აქედანაც საზმაუს თხოვენ ეთერს, რომელიც ითაც გვეკუთვნის და წესით არ უნდა ვიწებოდეთ. მოვითხოვთ. ხო და მე თავშიც უნდა მეთქვა და ეს რაღაცნაირად ესე აეწყო ჯაჭვი, იმიტომ რომ მომყავს ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებულად მიყვარს და ანუ მთელი ეს ჩემი ეთერი მაინც მე რო არ იყოს რომ დამავიწყდა და მე ესე ცალკე ყავის დალევის დროს არ გითხრა, ანუ აი მიყვარხარ მადლობა და ბოდიშით იყო ანუ აი ყველა წამს ჩემი ემოციები. ასე გამოიხატება. ასე ჟღერს. მიყვარხარ ძალიან. ყველა ასე მალე ჩახუტებოდეს თავის. ჩემი სურვილი, სიტყვა ოცნება შემჯავრდა. სურვილით ჯავანაცვლე. ესეთი სურვილი მაქვს, დიდი, უსაშველო სურვილი. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ მოეწონება. არაფერს. მაყურებელს ჩვენი ეპიზოდი. კი. დედა მარინა აფციური იყო ამ ეპიზოდის სტუმარი. მადლობა ლაშას, ჩემს ძმას ლაშა კაციას, რომელიც იღებს. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ბედნიერად